ცეცხლისა და კვამლის ფარდა მოსკოვს შემოეხვია. უკრაინამ ომის ყველაზე მასშტაბური რეიდი განახორციელა. ასობით დრონი, გლაიდ ბომბი, საკრუიზო რაკეტების ჰიბრიდი. უკრაინამ ყველაფერი გამოიყენა. ეს ომის ყველაზე მასშტაბური შეტევა იყო, რომელმაც მოსკოვი ცეცხლში გაახვია და ოფიციალური პირები აიძულა დაემალათ ზიანი. მაგრამ ეს არ გამოსდით. ინფორმაცია მაინც ვრცელდება და ჩვენ ბევრი რამ ვიცით. 17 მაისს United 24 მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თითქმის 600-მა უკრაინულმა დრონმა ღამის განმავლობაში დაარტყა მოსკოვს და მოსკოვის რეგიონის რამდენიმე მსხვილ სამხედრო სამრეწველო ობიექტს. ეს თავისთავად იქნებოდა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საჰაერო იერიში რუსეთის ტერიტორიაზე, მას შემდეგ რაც პუტინმა დაიწყო თავისი შეჭრა. მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. იერიშის დასრულებისას, რომელიც თითქმის 24 საათს გაგრძელდა, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებდა, რომ მისმა საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო 1054 უკრაინული დრონი, 8 მართვადი ბომბი და 2 უკრაინული რაკეტა. სავარაუდოდ, ფლამინგოს ტიპის დრონი რაკეტის ჰიბრიდი და ნეპტუნი, ნეპჩუნ MD მართვადი რაკეტა, როგორც Kyiv Independent იტყობინება. ტიპიური მოსკოვია. იძახე ჩამოგდებები, სანამ შენი სამხედრო ობიექტები იწვის. რაც ჩვენ აქ ვხედავთ, არის თვეების განმავლობაში დაგეგმვისა და მძიმე შრომის შედეგი, რომელიც უკრაინისთვის შედეგი გამოიღო. ბოლო 1 წლის განმავლობაში ჩვენ ხედავთ უკრაინული შეტევების მასიურ ზრდას რუსეთის საჰაერო თავდაცვის წინააღმდეგ. ამ დარტყმების ლოგიკა მარტივია. რუსეთი უზარმაზარი ქვეყანაა. თუნდაც საუკეთესო დროსაც კი მისი საჰაერო თავდაცვა გადაჭიმულია. რაც უფრო მეტ ასეთ თავდაცვას გაანადგურებ, მით უფრო დიდი ხდება ხვრელები. უკრაინას უკვე რამდენიმე თვე აქვს გეგმა, რადგან ის აშენებს უფრო ძლიერ და იაფფასიან შორ-მანძილზე მოქმედ დრონებს, ამავდროულად ასუსტებს რუსეთის საჰაერო თავდაცვას. ოლექსანდრ კოვალენკო, რომელიც სამხედრო დამკვირვებელია და მუშაობს ინფორმაციული წინააღმდეგობის ორგანიზაციაში, უკრინფორმს ეუბნება, რომ უკრაინამ თავიდანვე იცოდა რა სურდა გაეკეთებინა და ახლა იმ მდგომარეობაშია, რომ შეუძლია რუსეთის საჰაერო თავდაცვა გაანადგუროს. თუ საუბრობთ მტრის საჰაერო თავდაცვის სისტემების განადგურებაზე, მნიშვნელოვანია გავიგოთ, რომ ასეთი ოპერაცია ერთ კვირაში, ერთ თვეში ან თუნდაც ერთ წელიწადში არ ტარდება. კოვალენკოს თქმით, ჯერ კიდევ 2022 წელს უკრაინის თავდაცვის ძალებმა დაიწყეს რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემების თანმიმდევრული და სისტემური გამოფიტვის პროცესი. პირველ რიგში ბრძოლის ველზე, როცა ამის შესაძლებლობა ჩნდებოდა. ნელ-ნელა უკრაინის იარაღი გაუმჯობესდა. ეხლა ისინი რუსეთს ბრმა იმპერიად აქცევენ და ეს ყველაფერი არ არის. მოსკოვზე გახორციელებული ერთ-ერთი ყველაზე მზე მასშტაბური დარტყმის მხარდაჭერა ადგილზე მყოფმა ოპერატორებმა უზრუნველყვეს, რომლებმაც რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებს დამატებითი დაბრკოლება შეუქმნეს და უკრაინას ამ ქმედების განხორციელებაში დაეხმარნენ. მათი მოქმედება ყველას, განსაკუთრებით პუტინს, მოულოდნელად დაატყდა თავს და მიუთითებს სერიოზულ პრობლემაზე, რომელსაც პუტინმა უნდა გაუმკლავდეს, თუ სურს, რომ უკრაინამ მომავალში მსგავსი მასშტაბური დათმები აღარ განახორციელოს. ჭკვიანურმა პატარა ხრიკმა ამ მასშტაბური შეტევის განხორციელება შესაძლებელი გახადა. დასჭით ჩვენთან და გაიგებთ რა იყო ეს ხრიკი, მაგრამ სანამ ამას მივადგებით, ჯერ უნდა განვიხილოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია. ზიანი, რომელიც უკრაინამ მიაყენა მოსკოვს ამ რეკორდული დარტყმით. დავიწყებთ ინდუსტრიული კომპლექსით, რუსეთის ზელენოგრადის რეგიონში. ცენტრალური მოსკოვიდან დაახლოებით 30 კილომეტრით ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ინდუსტრიული კომპლექსი, სახელად ელმა ზელენოგრადი, არის რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელექტრონიკისა და მიკროელექტრონიკის მწარმოებელი. ეს ის კომპონენტებია, რომლებიც პრაქტიკულად ყველა თანამედროვე იარაღში გამოიყენება, რომელსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ იყენებს, განსაკუთრებით კი მის რაკეტებში. და ტექნოპარკი, რომელსაც უკრაინამ დაარტყა, ცნობილია, რომ მასში 150-ზე მეტი კომპანიაა განთავსებული, რომლებიც სპეციალიზდებიან ელექტრონიკის, საზომი ინსტრუმენტების, ოპტიკური სისტემების, სენსორების და მრავალი სხვა პროდუქციის წარმოებაში. ეხლა პარკი იწვის. ამის უკან უკრაინის დრონები იდგნენ. შემდეგი მივდივართ ანგსტრომის საწარმოში, რომელიც ასევე მდებარეობს ზელენოგრადში. ეს ობიექტი პასუხისმგებელია მიკროპროცესორების, ნახევარგამტარებისა და მიკროელექტრონიკის წარმოებაზე. აქ უკვე გარკვეული ტენდენცია იკვეთება. ჩანს, რომ უკრაინა მიზანში იღებს ელექტრონულ ობიექტებს, რომლებიც რუსეთის შორ-მანძილზე სარაკეტო თავდასხმებს შესაძლებელს ხდის. და გახსოვდეთ, ეს ყველა კომპონენტი გამოიყენება საჰაერო თავდაცვის რაკეტებშიც. მაშინაც კი, როცა ის სარგებლობს იმ ხვრელებით, რომლებიც რუსეთის საჰაერო თავდაცვაში თავად შექმნა, უკრაინა მაინც ცდილობს კიდევ უფრო დაასუსტოს ისინი. უკრაინა ნელ-ნელა ჭრის რუსეთის ხეს და პუტინი უყურებს, როგორ იმ მომენტს უახლოვდება, როცა დაიძახებენ ფრთხილად ეცემა. გარდიანის ინფორმაციით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა, ანუ SBU-მ აიღო პასუხისმგებლობა ამაზე და მოსკოვში 17 მაისამდე დაფიქსირებული სხვა დარტყმების უმეტესობაზე. ობიექტზე ხანძარი დაფიქსირდა, ხოლო SBU-მ ანგსტრომი რუსეთის მთლიანი სამხედრო სამრეწველო კომპლექსის მნიშვნელოვან ნაწილად დაასახელა, მისი თანამედროვე იარაღის წარმოებაში მონაწილეობის გამო. მოსკოვში მომარაგების ჯაჭვი დაინგრა და კიდევ ბევრია გასაშუქებელი. რეკორდული საჰაერო იერიშის დროს უკრაინის სამიზნეებს შორის ასევე იყო რადუგა როდუგას მანქანათმშენებლობის საკონსტრუქტორო ბიურო, ითხოვინება United 24 Media.
დუბნაში მდებარე ეს საწარმო პასუხისმგებელია სარაკეტო სისტემების წარმოებაზე, მათ შორის ფრთოსანი რაკეტების, რომლებსაც პუტინი უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის დასართმელად იყენებს. კიდევ ერთხელ ხედავთ, როგორ ეწყობა პაზლის ნაწილები ერთად. ჯერ კომპონენტები, შემდეგ კი თავად რაკეტების მწარმოებლები. უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ საინტერესო განცხადება გაავრცელა ამისა და სხვა თავდასხმების შესახებ, რომელთაც აქამდე გავაშუქეთ. ომი ბრუნდება იქ, საიდანაც დაიწყო, განაცხადა სამინისტრომ და შემდეგ ცოტა იდუმალებაც შემატა. ადრე ეს ობიექტები დაცული იყო დიდი რაოდენობით საჰაერო თავდაცვის სისტემებით, მაგრამ რაღაც უცნაური მოხდა. გახსოვდეთ, ჩვენ ვიცით რა იყო ეს უცნაური რამ და მალე ამას გაგიმხელთ. მანამდე უკრაინას კიდევ ბევრი რამ ჰქონდა განსახორციელებელი, როცა მოსკოვში ჯოჯოხეთი დაადრიალა. ასევე მოსკოვის აფეთქებისას სოლჟენიცინოგორსკის საწვავის სადგური უკრაინის დრონებმა დაარტყეს. ეს ობიექტი რუსეთის მასშტაბით გადაჭიმული საწვავის მილსადენის ინფრასტრუქტურის ნაწილია, რომელიც ბენზინისა და დიზელის ტრანსპორტირებაზეა პასუხისმგებელი, როგორც პუტინის ფრონტის ხაზზე მყოფი მოკავშირეებისთვის, ასევე ნავთობის ტერმინალებისთვის, სადაც საწვავი სხვა ქვეყნებში იგზავნება, რათა ფული კვლავ პუტინის საომარ ბიუჯეტში შევიდეს. ვიდეოები და ფოტოები შემთხვევის ადგილიდან ასახავს ზიანს, როცა ალიები ცაში იწევს და სქელი ბურუსი ცას ფარავს. ასტრას, რომელიც დიდი ხანია ერთ-ერთი ყველაზე სანდო ტელეგრამ არხია და აშუქებს იმას, რაც სინამდვილეში ხდება, როცა უკრაინის დრონები რუსეთში შედიან, აქვს მტკიცებულება. მან დაადგინა დარტმის გეოლოკაცია, რათა დაემტკიცებინა, რომ უკრაინა მართლაც დაარტყა სოლჟენიცინოგორსკის ობიექტს. ასევე ვხედავთ ვიდეოებსა და ფოტოებს, სადაც ჩანს უზარმაზარი კვამლის სვეტი, რომელიც ამ ნავთობის ჩასატვირთის სადგურიდან ამოდის. მათ შორის კადრებს, რომლებიც როგორც ჩანს, მანქანის მგზავრმა გადაიღო და აშკარად რისკზე წავიდა, რომ ეს გადაეღო და გაევრცელებინა. მოსკოვის რისხვა აუცილებლად მოხვება იმას, ვინც ეს ვიდეო გადაიღო. რაც შეეხება ასტრას, მის ვიდეოში ჩანს, რომ რამდენიმე დიდი საცავი ავზი ცეცხლშია გახვეული. პუტინს მხოლოდ ყურება შეუძლია, მისი კიდევ უფრო მეტი ნავთობი იწვის და ეს კიდევ ერთი ბზარია რუსეთის საომარი მანქანის ჯავშანში. და უკრაინას მოსკოვთან საქმე ჯერ კიდევ არ ქონდა დასრულებული. ნავთობზე რომ დავჩეთ, უკრაინამ თავი ვერ შეიკავა და რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ სინძლავრეებზე კიდევ ერთხელ მიიტანა იერიში. ეს დრონებმა მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაარტყეს. ადგილიდან გადაღებული კადრები, რომლებიც ასტრამ კიდევ ერთხელ გამოაქვეყნა, აჩვენებს გადამწვარი შენობების ნარჩენებს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში და ასევე ქარხნიდან ამომავალ კვამს. სურათს თანდართული ვიდეოში ჩანს, როგორ ისვრიან რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემები ფონზე, სანამ დიდი აფეთქების ხმა გაისმება და კვამლი აიწევა. ეს ობიექტი, რომელიც 2024 წლის ოქტომბრიდან ანტიდრონული ბადეებით არის დაფარული, რუსეთში 10 უდიდესიდან ერთ-ერთია. წელიწადში 11 მილიონ ტონა ნავთობს ამუშავებს და მოსკოვის რეგიონის საწვავის მოთხოვნის დაახლოებით 40%-ს ამარაგებს. არ გჭირდება აგიხსნათ, რატომ დაარტყა უკრაინამ ამ ობიექტს. წარსულში ბევრჯერ გვისაუბრია უკრაინის კამპანიაზე რუსეთის ნავთობის წინააღმდეგ, თუმცა ეს ყველაფერი არ იყო. კიევის ინდეპენდენტის ინფორმაციით, უკრაინის ნის დრონების იერიშებმა მოსკოვის აეროპორტებში ქაოსი გამოიწვია. თითქმის 100 რეისი ან გადაიდო, ან გაუქმდა ვნუკოვოს აეროპორტში, რადგან ხელისუფლებამ ყველაფერი დახურა უკრაინული დრონების შიშით ცაში. შერემეტიევოს აეროპორტში მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმე იყო. დაახლოებით 200 რეისი გადაიდო ან გაუქმდა და ამისთვის კიდევ უფრო მეტი მიზეზი იყო ვიდრე ვნუკოვოში. რატომ? უკრაინის დრონებს, როგორც ჩანს, სამიზნე შერემეტიევოს აეროპორტში ჰქონდათ. ასევე სულ ერთი დღით ადრე, სანამ გავრცელდებოდა ინფორმაცია რეკორდული თავდასხმის შესახებ მოსკოვზე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ უკრაინამ გაანადგურა 40 მილიონი დოლარის ხირებულების ბერევ B-200 ამფიბიური თვითმფრინავი იასკის სამხედრო აეროდრომზე განხორციელებული დარტყმის შედეგად, რომელიც აზოვის ზღვის სანაპიროზე მდებარეობს. სატელიტურმა სურათებმაც დაადასტურა ეს დარტყმა. რუსეთმა დაკარგა ამ ტიპის მხოლოდ 20 თვითმფრინავიდან ერთ-ერთი, რომლებიც 1988 წლიდან მოყოლებული იწარმოება. როგორც ჩანს, უკრაინა რუსეთის მთელი საჰაერო ძალის სამიზნედ ქცევას ცდილობს. რაკეტების მწარმოებლები და კომპანიები, რომლებიც მათთვის საჭირო კომპონენტებს ამზადებენ, ყველა 17 მაისს მოსკოვში განადგურდნენ. და უკრაინამ ამით არ დაასრულა. დამატებით, მან მოსკოვის გარეთაც რამდენიმე ობიექტს შეუტია, რაც რუსეთის წინააღმდეგ შურისძიების მძაფრი ტალღა იყო, იმის გამო, რაც მან უკრაინაში ჩაიდინა. და სწორედ ასეთ საკითხებს ვაშუქებთ ჩვენს სამხედრო შოუში. თუ ახიდან ინფორმაციასა და სარგებელს იღებთ, არ დაგავიწყდეთ გამოწერა, რომ ნახოთ ჩვენი სხვენი სხვა მასალებიც. უკრაინის უახლეს და ყველაზე მნიშვნელოვან დარტყმებზე. მას შემდეგ, რაც მოსკოვის საჰაერო თავდაცვა უშედეგოდ ცდილობდა მოეგერიებინა უკრაინის მიერ რუსეთის დედაქალაქისკენ გაგზავნილი უპილოტო აპარატების, რაკეტებისა და ბომბების უზარმაზარი ნაკადის მოგერიება, უკრაინა ჩუმად ანადგურებდა რუსულ ტექნიკას სხვა ადგილებშიც. ბელბეკის ავიაბაზა ოკუპირებულ ყირიმში უკრაინის კიდევ ერთი რამის სამიზნე იყო. რუს ოფიციალურ პირებს ამ თავდასხმაზე ჯერ კომენტარი არ გაუკეთებიათ, იუწყება United 24 Media, თუმცა SPUM უკვე გააკეთა კომენტარი. მან დაადასტურა, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვას ყირიმში სერიოზული ზიანი მიადგა. დაზიანებულთა შორის იყო პანცირს 2-ის საჰაერო თავდაცვის სისტემა, ასევე ანგარი, რომელშიც განთავსებული იყო რადარის აღჭურვილობა, რომელსაც რუსეთი იყენებს თავის S-400-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებთან ერთად.
საჰაერო მოძრაობის მართვის კოშკი, მიწიდან ჰაერში მონაცემთა გადაცემის პუნქტი და ბოლოს საკონტროლო სისტემა და მიწის მართვის სადგური, რომელიც გამოიყენება რუსეთის საშუალო რადიუსის ორიონისა და ფორპოსტის დრონებისთვის. ეს ნამდვილი გენიალურობაა უკრაინის მხრიდან. სანამ რუსეთის ყურადღება მოსკოვში დრონების როიზე იყო გადატანილი, SPUM კიდევ ერთხელ დაარტყა პუტინის საჰაერო თავდაცვას კირიმში. ჩვენ უკვე ვახსენეთ, რომ ეს თავდაცვა იმდენად გადაჭიმულია, სწორედ ეს იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც უკრაინამ შეძლო მოსკოვში თავდასხმის განხორციელება. ეხლა პუტინი დგას იმ კითხვასთან, რომელსაც უკრაინა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში არაერთხელ სვამდა. გაუგზავნის თუ არა ის ახალ საჰაერო თავდაცვით სისტემებს სპელბექს, რითაც თავად რუსეთი კიდევ უფრო დასუსტება. თუ დატოვებს საჰაერო თავდაცვით სისტემებს რუსეთის ტერიტორიაზე, რაც უკრაინას საშუალებას მისცემს კიდევ უფრო მეტი დართმა მიაყენოს ყირიმს. ორივე შემთხვევაში პუტინი წაგებულია და სწორედ ასე სურს ეს უკრაინას. და კიდევ ერთი ბონუსული დარტყმა, რაზეც უნდა გითხრათ. უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების მეთაური რობერტ ბროუდი ვერ შეიკავა თავი და თავადაც ჩაერთო მოქმედებაში. მან დაადასტურა, რომ უკრაინულმა დრონებმა თითქმის 1000 კილომეტრი დაფარეს და პირდაპირ დარტყმა მიაყენეს რუსულ საპატრულო ნავს კასპიისკის რეგიონთან, რუსეთის დაღესტნის რეკნის რესპუბლიკაში, მაშინ როცა დრონების როი მოსკოვს ესხმოდა თავს. ევრომაიდან პრესმა მოგვიანებით დაადასტურა, რომ გემი იყო პროექტი 10410 სვეტლაკი და აღნიშნა, რომ ეს უკვე მეოთხე რუსული ხომალდია, რომელიც მაისის თვეში მხოლოდ უკრაინულმა დრონებმა გაანადგურეს. მიზნების მრავალფეროვნება წარმოუდგენელია, განაცხადა ბროვდიმ, როდესაც დარტყმის კადრები Facebook-ზე გააზიარა. შემდეგ უკრაინის ცნობილმა დრონების მეთაურმა გააფრთხილა, რაც როგორც ჩანს პირდაპირ პუტინსა და მის გენერლებს ეხებოდა. ჩვენ ვფართოვდებით. მოსკოვმა ახლახან ამ გაფართოების გემოიგრძნო და პუტინი ცდილობს ეს გადმოაფურთხოს. მას არ შეუძლია. უკრაინამ შორმანძილზე თავდასხმების ახალი მწვერვალი მიაღწია და როგორც ბროვდი ამბობს, აქედან რუსეთისთვის ყველაფერი მხოლოდ გაუარესდება. უფრო ძლიერი დრონები მზად არიან თავდასხმისთვის, რადგან რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემები ერთი მეორის მიყოლებით ითიშება. და ზელენსკისთვის ეს თავდასხმა თკბილი შურისძიება იყო. რუსეთი ამას იმსახურებდა. არა მხოლოდ იმისთვის, რაც რუსეთმა აქამდე უკრანდე უკრაინაში გააკეთა, არამედ განსაკუთრებით იმ დარტყმისთვის, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ განახორციელა. ამჯერად უკრაინის შორმანძილზე მოქმედმა შესაძლებლობებმა მოსკოვის რეგიონს მიაღწია. ჩვენ მკაფიოდ ვეუბნებით რუსებს, მათმა სახელმწიფომ უნდა დაასრულოს ომი, განაცხადა ზელენსკიმ მასიური დარტყმების ტალღის შემდეგ, რომელმაც უკრაინის საზღვრიდან 500 კილომეტრზე დაშორებულ ობიექტებს დაარტყა რუსეთის ტერიტორიაზე. უკრაინის თავდასხმა სრულიად სამართლიანი პასუხი იყო, დაამატა ზელენსკიმ. და მართალიცაა, სულ ერთი დღით ადრე, სანამ უკრაინა დაიწყებდა დაბომბვას რუსეთის დედაქალაქზე, პუტინმა დაარტყა უკრაინის დედაქალაქ კიევს. მხოლოდ სამხედრო ობიექტები არ დაურტყამს რუსეთს, არამედ მშვიდობიანი მოსახლეობა. 15 მაისის მასშტაბური იერიშის შემდეგ კიევზე სულ მცირე 24 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, რის გამოც ქალაქში გლოვის დღე გამოცხადდა. ზელენსკის ლოგიკა ნათელი იყო, დედაქალაქის სანაცვლოდ. მხოლოდ უკრაინამ განზრახა, რომ იზნევდა მშვიდობიან მოსახლეობას, როგორც ეს რუსეთმა გააკეთა. რა თქმა უნდა, ისინი, ვინც რუსეთს უსმენენ, ვერასდროს გაიგებენ, რომ მოსკოვის ცა სავსეა კვამლით, რადგან რუსეთის სამხედრო მანქანის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილები იწვის. მაისის 17-ისათვის რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებდა, რომ გაანადგურა 546 უკრაინული დრონი რამდენიმე რეგიონში, მათ შორის მოსკოვშიც. ეს რიცხვი მოგვიანებით თითქმის გაორმაგდა, როგორც ჩვენ ადრე ვახსენეთ, და მასში ჩართეს მართვადი ბომბები და რაკეტებიც. როგორც ხშირად ხდება რუსეთთან დაკავშირებით, რთულია სიმართლის და რეალობის გარჩევა. ეს 546 დრონია. ეს უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური შეტევაა რუსეთის წინააღმდეგ. მაგრამ თუ ეს 1000-ზე მეტი დრონია, ბომბებსა და რაკეტებთან ერთად, ეს უკვე ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეტევა კი არა, ყველაზე დიდია. ეს არის ყველაზე მასშტაბური დარტყმა, რომელიც უკრაინამ ომის ამ ეტაპამდე განახორციელა. როგორც არ უნდა იყოს, მოსკოვზე განხორციელებული შეტევის მასშტაბი უზარმაზარი იყო. ერთმა რუსმა სამხედრო ბლოგერმა, სახელად ალექსანდრე კოცმა, ყველაფერი დეტალურად აღწერა. პირველად, ჩამოგდებული შორმანძილზე მოქმედი დრონების რაოდენობამ 1000 გადააჭარბა. ბოლო 24 საათის განმავლობაში საშუალოდ ყოველ საათში 44 ბრონი ჩამოაგდეს. ჩვენ ვერ დავაიგნორებთ მტრის დარტყმის შესაძლებლობების ზრდას, დაწერა კოცმა. და ეს არის ნამდვილად შემაშფოთებელი რამ პუტინისთვის. არა აუცილებლად დარტყმის მასშტაბი მოსკოვზე. ეს ალბათ მის საცვლებში ყავისფერ ლაქებს დატოვებდა, რადგან პუტინმა თავისი ძალა იმით აჩვენა, რომ მოსკოვიდან რაც შეიძლება შორს ბუნკერში დაიმალა. არამედ იმიტომ, რომ კიდევ ერთი სამხედრო ბლოგერი ასე თავხედურად ამხელს, რომ უკრაინის შეტევები უფრო მასშტაბური და დამანგრეველი ხდება. კოცის რეპორტაჟს თუ დაუმატებთ იმ კადრებს, რომლებიც 17 მაისის შემდეგ მოსკოვიდან გავრცელდა, ვხედავთ იმას, რაც პუტინს აბსოლუტურად არ სურს. ინფორმაცია აღწევს მსოფლიოს. პუტინი იმდენად სასოწარკვეთილია, რომ არავის გააგებინოს რეალობა, რაც რუსეთში ხდება, რომ მოსკოვის საქალაქო მთავრობამ ახლახან მიიღო კანონი, რომელიც კრძალავს უკრაინული დრონების იერიშების შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის გამოქვეყნებას ოფიციალური ნებართვის გარეშე. ამ უკანასკნელ კანონს Kyiv Independent-მა 13 მაისს გაავრცელა და ეს მხოლოდ ბოლოა იმ მრავალი შეზღუდვიდან, რომლებიც პუტინმა 2025 წლიდან შემოიღო რეპორტაჟებზე.
პუტინს სულს გააკონტროლოს ის ნარატივი, რაც მოსკოვში ხდება. სწორედ ამიტომ საუბრობს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო დრონებზე, რომლებიც თითქოს და ჩამოაგდეს. რაც მას არ უნდა, მაგრამ რასაც მსოფლიო ხედავს, ისეთი ტელეგრამ არხების წყალობით, როგორიცაა ასტრა, არის ინფორმაცია რუსეთის გულში მდებარე სამხედრო სამრეწველო კომპლექსის დაცვის შესახებ. რუსეთის პასუხი, როგორც ყოველთვის, არის ტყუილი და დამალვა. და კიდევ ერთი პასუხი ჰქონდა. რუსეთმა საკუთარ თავს სახეში დაარტყა 17 მაისს. გამოქვეყნდა კადრები, სადაც ჩანს, რომ რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემა, სავარაუდოდ პანცირი, უშვებს ერთ-ერთ საჰაერო თავდაცვის რაკეტას. მხოლოდ ის იყო, რომ სამიზნე უკრაინული დრონი არ ყოფილა. ის რაკეტა პირდაპირ მოსკოვის საცხოვრებელ კორპუსს დაეცა, ასე რომ ვულოცავთ ალბათ. რუსეთმა შეძლო ძალიან საშიში საცხოვრებელი კომპლექსის განადგურება, მაშინ როცა უკრაინის დრონები მოსკოვის სხვადასხვა ობიექტებს ურტყამდნენ. ეხლა დაუბრუნდეთ იმას, რაც ადრე ვახსენეთ. გითხარით, რომ უკრაინის კამპანიამ რუსეთის საჰაერო თავდაცვის წინააღმდეგ მოსკოვზე ეს შეტევა შესაძლებელი გახადა, მაგრამ კიდევ სხვა ფაქტორიც იყო. ცოტა ისეთი ფაქტორი, რომელსაც პუტინი ვერასდროს წარმოიდგენდა, მაგრამ რომელმაც მოსკოვი უფრო დაუცველი გახადა ვიდრე ოდესმე. ეს რაღაცა ის არის, რომ მხოლოდ დრონებით განადგურებული საჰაერო თავდაცვა არის ერთადერთი, რამაც 17 მაისის დარტყმა შესაძლებელი გახადა. მოსკოვში მოქმედმა ოპერატორებმა უკრაინის თავდასხმამდე რეგიონში საჰაერო თავდაცვა დაასუსტეს. 17 მაისს პარტიზანულმა ჯგუფმა ატეშმა ტელეგრამზე საინტერესო განცხადება გამოაქვეყნა. ჩვენი მოძრაობის აგენტებმა მოსკოვის რეგიონის პუტოლკოვოს, კომუნარკასა და დომოდედოოს რაიონებში რამდენიმე საკომუნიკაციო ანძის მუშაობა დაარღვიეს. განაცხადა ატეშმა. დამატებით, ამ ობიექტებში განთავსებული იყო ელექტრონული ბრძოლის მოდულები, რომლებიც აკვირდებოდნენ დაბალ სიმაღლეზე მფრენ მიზნებს, გადასცემდნენ მონაცემებს და კოორდინაციას უწევდნენ საჰაერო თავდაცვის სისტემის დანაყოფებს. უკრაინის დარტყმამდე დივერსია იგრძნობოდა და როგორც ჩანს, ამ დივერსიამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. ცეცხლი, რომელსაც ატეში თავის ტელეგრამ პოსტში აჩვენებს, გაანადგურა ელექტრონული ბრძოლის მოდულები, რომლებიც აკვირდებიან დაბალ სიმაღლეზე მფრენ მიზნებს, მაგალითად დრონებს და ზღუდავენ მოსკოვის საჰაერო თავდაცვის დანაყოფების კომუნიკაციის შესაძლებლობას. ეს იყო ჯანსაღი მუჭა ქვიშა, რომელიც რუსებს თვალებში შეაყარეს სწორედ მაშინ, როცა უკრაინა თავის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ დარტყმას ახორციელებდა. და ეს აჩვენებს პუტინს, რომ მას ბევრად მეტი აქვს სანერვიულო, ვიდრე მხოლოდ უკრაინის საჰაერო დარტყმებია. რუსეთში ადგილზე მოქმედებენ ოპერატორები და ეს ოპერატორები აშკარად კოორდინაციას უწევენ საბუსა და უკრაინის სამხედრო ძალებს, რათა მოსკოვზე დარტყმები შესაძლებელი გახდეს. პუტინი უძლურად ჩანს უკრაინის მხარდამჭერი ოპერატორების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთში მოქმედებენ და მათ იდეალური მომენტი შეარჩიეს, რომ მოსკოვი უფრო დაუცველი გახადონ ვიდრე ოდესმე. მოსკოვი შეეცდება აღდგენას. ის გააძლიერებს საჰაერო თავდაცვას ქალაქის გარშემო და შეცვლის იმ აღჭურვილობას, რომელიც არტიომმა გაანადგურა. მაგრამ ამის გაკეთება ნიშნავს, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვა სხვა ადგილებში დასუსტება და ვინ იცის. შესაძლოა არტიომი სადღაც სხვაგან მოქმედებს და უბრალოდ ელოდება კიდევ ერთ შესაძლებლობას, რომ საფუძველი ჩაუყაროს მასიურ უკრაინულ საჰაერო იერიშს. შესაძლოა დივერსიებისა და დარტყმების ეს კომბინაცია იყოს უკრაინის მომგებიანი სტრატეგია ამიერიდან. უნდა დაველოდოთ და ვნახოთ. ახლა კი მოსკოვი იწვის და უკრაინა ბრძოლას აგრძელებს. კვამლისა და ცეცხლის ფარდა, რომელმაც რუსეთის დედაქალაქი მოიცვა, არის მონუმენტი იმ ძალის, რომელიც უკრაინამ 4 წელზე მეტი ბრძოლის განმავლობაში შეიძინა. და თალად უკრაინის შიგნით რუსეთი ამ ძალას უშუალოდ განიცდის. მოსკოვი როცა იწვის, უკრაინის ძალები დონბასში რუსეთს უტევენ. რუსეთის გაზაფხულის შეტევა მარცხს განიცდის და სახმელეთო ომი ისე იცვლება, რომ რუსეთს მისი კონტროლი აღარ შეუძლია. გაიგეთ მეტი ჩვენი ვიდეოს ხურებით. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ The Military Show, რომ ნახოთ მეტი მასალა უკრაინის დამანგრეველი დარტყმების შესახებ რუსეთის წინააღმდეგ. და როგორც ყოველთვის, მადლობას გიხდით ყურებისთვის.